შვილ მკვდარ ქალთან და ობოლ ბავშვთან თუ კი მოხვდებით, დედა არასდროს დამიძახო, მათ თვალწინ შვილო. წელს უკვე მეცხრედ ჩატარდა დიდი მუხრანის ეზოში, მუხრანის მინიატურებზე გამოცხადებული კონკურსი, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა. გვაქვს გამარჯვებულებისათვის ესე ვთქვათ, როგორც ფულადი ჯილდო, ესევე საჩუქრები. ძალიან კარგი ლექსები იყო წლების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი კიდევ უფრო გამოირჩეო და ულოცავ ყველა გამარჯვებულს. მე აქვე გავაჟღერე როგორც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, რომ ალბათ უკვე მომავალ წელს საუკეთესო ასეულის კრებული შეიძლება გამოიცეს და 100 ლექსი შევიდეს იქ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო კონკურსია, ძალიან საინტერესო მონაწილეები და პოეტები ღებულობენ ხოლმე მონაწილეობას, ესე ვთქვათ, ულოცავ მათ. ზურგზე საგზალით რამდენიმე დღის ტყეში გაუშვა. მობრუნებულმა კრამიტები გადააფარა, ტალახში ჩამჯდარ მის ნაფეხურებს. მე მგონი დედამიწის ზურგზე არც ერთი კონკურსი არ ტარდება ისე ობიექტურად, როგორც ეს კონკურსი, იმიტომ რომ ეხა ვერაფრით ვერ დავამტკიცებ, მაგრამ სიტყვაზე უნდა მენდოთ და თუ რამ საფიცარი მყავს და თუ ვინ საფიცარი მყავს, ყველას დავიფიცებ, რომ აი ხელის მოწერამდე, სანამ ჩვენ დიპლომებს ხელს არ მოვაწერთ, მანამდე ჟიურის არც ერთმა წევრმა არ ვიცით, რომელი მინიატურა, რომელი ავტორის არის. ამდენად, როდესაც ავტორი შენთვის უცნობია, ის სუბიექტური განწყობაც გვერდზეა გადადებული და რა თქმა უნდა, ყოველგვარი მიკერძოება უკან რჩება და აი მისი ნამდვილი ობიექტური მიდგომით ხდება ჟიურის კონკურსის გამარჯვებულთა არჩევა. ასე რომ ეს კონკურსი არის უაღრესად წესიერად ჩატარებული კონკურსი, ასე ვთქვათ, და არის უაღრესად საჭირო. საერთოდ პოეზია არ არის იოლის საქმე და მინიატურული პოეზია ორგზის უფრო რთულია და ორგზის უფრო მეტი ოსტატობა სჭირდება სიტყვისა. ეს იყო სრულიად მოულოდნელი ჩემთვის პირველი პრემიის მიღება, ეს არის დიდი სიხარული, რომლის გამოხატვაც ასე მოკლედ ძალიან გამიჭირდება, ვარ ბედნიერი. მე ვარ ბედნიერი ბევრი რამის გამო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯილდო მხვდა წილად, ბედნიერი ვარ, რომ ვარ მუხრან მაჭავარიანის ფუძეზე, არგვეთში და მე მინდა, რომ აქ ბევრი ადამიანი მოვიდეს, ბევრი პოეტი მოვიდეს, არა პოეტი, სადაც იგრძნობენ, რომ სხვა მუხტია, სხვა გულისცემაა, სხვა ფეთქვა გულის.